ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას მივახციეთ, ეს იდეა გავიგეთ, მარტივი და ძლიერი იდეაა, პრინციპში ყველასთვის გასაგები, რომ რაღაცნაირად ვიღაც უფროსი რომ ყავს, სადღაც მოსკოვში ის არ მინდა, ან სადღაც რომ ყავს. შეიძლება სტამბოლში ან ირანში ან სადღაც სხვადასხვა დროს ვისგანაც ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, ეს ძალიან გასაგები იდეაა. მაგრამ მთელი ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამის შემდეგ, საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩვენ წინ ვერ წავედით. ანუ ჩვენ ვერ ვთქვით, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო. Ცადეთ, ანუ პირობითად რაღაცის გაკეთება ვცადეთ, მაგრამ ავტომატურად ქართველმა ხალხმა სულ შეიძლება იმის გამო რომ სხვა გზა არ ქონდა, აირჩია უკეთესი ბელადები. დამოუკიდებლობის იდეის მერე როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენ ამ შეკითხვაზე გავეცით პასუხი, რომ მას უნდა ყავდეს კარგი ბელადი. ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოთ კარგი ბელადის გენერირება. ჩვენ განავთქვით უარი, რომ მოდი მოვიფიქროთ ისეთი მართლობის ფორმა, რომ არ ვიყოთ ბელადისგან იმედგაცრუებული. არა, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი მოვიფიქროთ ბელადის კარგად არჩევის ფორმა. მაგრამ აი ბელადის ინსტიტუციას, პიროვნების კულტს უარი არ უთხრათ. და ჩვეულებრივად ქვეყანაში სულ მოწყობილი გვაქვს პიროვნების კულტი. აი რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? თუ გახსოვთ, შალვა რამიშვილის ძველი ვიდეო არის მიშას დროინდელი აკრედიტაციის გარეშე. შალვა რომ მიდის პარლამენტში და ეკითხება პარლამენტარის ნაცევს იმ პერიოდის, რომ მიშას ერთი ნაკლი მითხარითო. და რომ ვერ ეუბნებიან მიშას ერთ ნაკლს. ანუ ფაქტობრივად მიშა არის უნაკლო იმ პერიოდისთვის. აი დღეს რო ჩაატაროთ პარლამენტში ზუსტად რო შეხვიდეთ, ზუსტად შალვა რამიშვილი იგივე კამერით და იგივე შეკითხვა დაუსვას, რომ მითხარით ბიძინას ერთი ნაკლი. დღევანდელ ქოც დეპუტატებს. პასუხი ხო ზუსტად იგივე იქნება. აი ხო არაფერი არ შეცვლა მაგ გაგებით, რომ როგორც შევარდნაძის დეპუტატებთან რომ მისულიყავი, მიშას დეპუტატებთან რომ მისულიყავი, დღევანდელ დეპუტატებთან რომ მიხვიდე, შენ ხო ყოველთვის რაღაც თვალსაზრისით მიიღებდი ერთ და იგივე პასუხს, რომ ბელადს არ აქვს ნაკლი. ხალხი კი აღმოაჩენს ნაკლს, აი ქუჩაში რო გააჩეროთ ხალხი, ისინი დაგელაპარაკებათ ბიძინას ნაკლზეც, მიშას ნაკლზეც დაგელაპარაკებოდათ მაშინ. მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ ვერტიკალს ვაწყობთ ისე, რომ ამ ვერტიკალის შიგნით ყოველთვის ყველა მიცის, რომ დგას უნაკლო ადამიანი. სხვა ვერც ერთ იდეაზე, აი კონკრეტულად სხვა რანაირად უნდა ხდებოდეს. ლაპარაკი მიმდინარეობს ძალიან ხშირად იმაზე, რომ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. ნუ კი ბატონო, კოალიციური მთავრობა, როგორც აი თავის დროზე დემოკრატია რო გვინდოდა, დასავლეთიდან გვინდოდა დემოკრატია, როგორ უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიული. აი დაახლოებით ასეთივე უშინაარსო სიტყვაა ეს, თუ ამ სიტყვის შინაარსს მართლა არ გაიაზრებ. და მართლა არ მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც აი ამას ნიშნავს თურმე კოალიციური მმართველობა. არ დაგვაუწყდეს, რომ კოალიციით მოვიდა ყველა ჩვენი მმართველი. ზოგადად შინაარსობრივად კოალიციური მმართველობის გამოცდილება გვაქვს, რომ შეიძლება დაიჯეროს. იმიტომ რომ მართლა კოალიციით მოვიდა ყველა, მაგრამ ვინაიდან არასდროს არ ვიცოდით, რას ნიშნავდა კოალიციური მმართველობა. ამას სახელი გაუტეხეთ. კოალიციური მმართველობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ბელადი შემოიკრიბავს პატარ-პატარა ხალხს, გულივერი ლილიპუტებს, გაძლიერდება მითი ლილიპუტებით, მერე მოდის ხელისუფლებაში, ამას ქვია გულივერის და ლილიპუტების კოალიცია და შემდეგ გულივერი მარტივად ჩაგრავს ლილიპუტებს. ისინი გარბიან მისგან, გულივერი მარტო რჩება და დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ რამდენად კეთილი იქნება ის ლილიპუტებთან. ანუ უკვე დანარჩენ მოსახლეობასაც მასე მიიჩნევს. ასეთ ტიპის მმართველობა გვაქვს. ზოგი კეთილი გამოდგება, ზოგი შედარებით ნაკლებად კეთილი. მთელი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვაზე, რომ აი ამის ნაცვლად რა გვინდა. აი რა არის ის, რაც გვინდა აი ამ ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად. პასუხიც არსებობს. თუ შენ არანაირი იდეა არ გაგაჩნია, ანუ არ არსებობს რაღაცნაირი როგორ ვთქვა, პასუხი კითხვაზე, რანაირი ქვეყანა გვინდა. ამ კითხვას არავინ არ პასუხობს. პასუხობს, რომ კოალიციური მმართველობიანი ქვეყანა გვინდა. ეს არ არის კითხვაზე პასუხი. კოალიციური მმართველობა არის ფორმა, როგორ შეიძლება იბრძოლო რაღაცისთვის. აი თავარი რაღაცა სხვა გინდა, ეს არის რაღაც საშუალება, კოალიციური მმართველობა, რა საშუალებითაც შენ ამ მას რა ქვია, ძირითად მიზნებამდე აღწევ. უნდა შევთანხმდეთ რაზე? როგორ წარმოგვიდგენია სასამართლოს გათავისუფლება. ზოგადად როგორი გვინდა სასამართლო დამოუკიდებელი მიუკერძობელი ვიცით, მაგრამ როგორ შეიძლება ეს იყოს დამოუკიდებელი მიუკერძობელი? გვინდა ხალხი იყოს მდიდარი, აი კითხვაზე უნდა ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი. ხალხი გვინდა იყოს მდიდარი, თუ სახელმწიფო გვინდა იყოს მდიდარი? თუ ხალხი გვინდა იყოს მდიდარი, მაშინ
ქონება, რომელიც თავის დროზე წავართვით, მათ უნდა დავუბრუნოთ. გვინდა ეს თუ არ გვინდა? თუ გვინდა, რომ მაგალითად ქონება ხალხს არ კონდეს და ბევრი ქონება კონდეს სახელმწიფოს. და ხალხს ყოველთვის უწევდეს არა თავის მიხედვა, საკუთარი თავის, ან ერთმანეთის მიხედვა. არამედ მისვლა სამათხოვროდ სახელმწიფოსთან და გამორთმევა რაღაცა ყოველდღიური საჭმლის რო შიმშილით არ მოხდეს. ანუ მოთხოვნა სახელმწიფოსგან, რომ მასზე იზრუნოს. თუ გვინდა ქვეყანა, სადაც ადამიანები წახალისებულები არიან, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედონ როგორც წესი და აი იმ უბედურებს, რომელსაც ვერ მიხედა საკუთარ თავს, ასეთი ყველა საზოგადოებაში არსებობს. საზოგადოება ამას სამადლოდ უვლის. მაგრამ ძირითადად წახალისებული არის, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედოს ყველამ. ისე რომ დაყოფილები ვართ 300,000 ბიუროკრატად და დანარჩენი მეორე მაგდენი თუ ორი მაგდენი მშრომელ ადამიანად და ამ მშრომელ ადამიანებს დავალებული აქვს, რომ უპატრონონ ბიუროკრატიას თან ისე რომ ისინი აწვალებდნენ, ეს გვინდა, თუ გვინდა რომ ბიუროკრატია ადამიანებს არ აწვალებს, მისი როლი ძალიან მცირეა, 10-ჯერ ნაკლები ვიდრე დღეს არის და იმ ადამიანებს, ვინც ახლა დღეს გვაწვალებენ, მივცემთ საშუალებას, რომ ღირსეულად დაბრუნდნენ კერძო სტრუქტურებში, ან კერძო საქმიანობაში, რომ მათ დოლათი შექმნან. ეს გვინდა თუ არ გვინდა? როგორ გვინდა მაგალითად ჩვენი მოქალაქეები დადიოდნენ კარგი მანქანებით, ფართო გზები იყოს, ესტაკადები იყოს, ცხოვრობდნენ კარგად ახალ სახლებში. თუ გვინდა პირიქით, ვერ დადიოდნენ, ან ყველა შევყაროთ ავტობუსებში და ტროლეიბუსებში. 30 მეტრიანი ხო არის ახლა ავტობუსი, 50-იანი ვიყიდოთ, 18 რამდენიც არის, აი ორჯერ გავზარდოთ მათი რაოდენობა. ყველა იქ ჩავსვათ. აი ზოგადად ხო რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ თემებზე შეთანხმება საჭიროა იმის გამო, რომ აი როდესაც ბიზნეს ფაქტორი აღარ იქნება, რამე მოტივით, ჩვენ მქონდეს საშუალება, ვინც არ უნდა იყოს, აი რა ტიპის მოთხოვნაც არ უნდა გაჩნდეს პოლიტიკაზე, საზოგადოებამ უკან ნახოთ, რომ ვინც აი ამას გააკეთებთ, ისინი უნდა მოხვიდეთ. უცბად შენ გაგიჩნდა თავში იდეები. გაგიჩნდა, რომ თურმე კაი ყოფილა, რომ რამე შევცვალოთ, თურმე საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, დამოუკიდებლობის იდეასთან ერთად გათავისუფლების იდეაც ყოფილა. გათავისუფლების იდეა რას ნიშნავს? მინიმუმ იმას ნიშნავს გათავისუფლების იდეა, რომ მოდი შევქმნათ თავისუფალი მოქალაქეების, თავისუფალი ადამიანების საზოგადოება. ღატაკი ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი. თუ საკუთრება არ გაქვს, ვერ იქნები თავისუფალი. შენ იცი, რომ საკუთრების მოპოვების ყველაზე მარტივი გზა არის, რომ უპატრონო ქონება რაც გვაქვს ქვეყანაში და ბიუროკრატია რომ მომჯდარი. აი 300,000 კაცის ვერ ხუშკა რო არის მომჯდარი და ადამიანებს არ აძლევს. შენ უცბად გაიაზრე, რომ აი ამ ქონებას თუ ხალხს გადაუნაწილებთ, ახლა რომ 10%-ია ჩვენი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული, უცბად გახდება 90 და სხვანაირ ქვეყანაში ცხოვრებთ.